მოგესალმებით და ამ ვიდეოთი მოკლედ უნდა ავხსნა თუ რატომ ვაყენებდი შეურაცხყოფას წინა ვიდეოში გარეწარ არარაობა გივი ჩეჩელაშვილს. ჩემმა მეგობრებმა სამმა კაცმა აი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით კითხა და შენიშნა უნცა რომ რამ გაგამწარავ ესე რომ აგინებო და ესეთი სიტყვებით რომ მოიხსენიებო ამ არა ადამიანს და ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე მოკლედ ვისაუბრო და ავხსნა ჩემი მეგობრებისთვის პირველ რიგში და რა ვიტიკულ ელო და ვიჭერო ვისაც აი ამ თემასთან საუბარი ჰქონდა და კითხვა გაგიჩნდათ და დანარჩენი სხვებსაც თუ კი ვინმეს კითხვა გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვიძახი რომ გივი ჩეჩელაშვილი არის დედამოტყნული არარაობა აი შევეცდები ამ ვიდეოთი ავხსნა და გავცე პასუხი. ეს არა კაცი გივი ჩეჩელაშვილი გარდა იმისა რომ ოჯახებს მოუწოდებს რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და საჯაროდ ლანძღონ ერთმანეთი და ამაზე იძახის რომ კარგი არისო და მომწონსო და ოჯახებიო დანგრევის პირას არის მისულიო და კარგიაო იძახის და ესე უნდა გავაგრძელოთო. გარდა ამისა მე აი ამ ფარჩაკი არსების სხვა ვიდეოებიც ნანახი მაქვს და ყველგან შეურაცხყოფას აყენებს ჩვენ საზოგადოებას, ყველგან მოუწოდებს ყელის გამოჭრისკენ, დახოცვისკენ, ამოწყვეტისკენ და რაღაცა აი ამ მარაზმშია ამ ხელა კაცი შესული. მაგალითად ერთ-ერთ ვიდეოში იძახის ესეთ რაღაცას რომ ჩემი შვილიო არისო აქციაზე წასულიო და იმ აქციაზეო რომ ჩემი შვილი დაშავდესო ან ეს აქცია რომ დაარბიონო ან რომ გალახონო ან რომ რეზინის ტყვია მოხდეს ჩემ შვილსო და ან თმისღერი რომ ჩამოვარდესო ერთი ქოცი ძმაკაცი მყავსო და მივალო და აი ჩემ ქოც ძმაკაც გამოვჭრი ღორივით ხელსო სიტყვა სიტყვით აი ესე იძახის და ამის მერე აგრძელებს და დანარჩენებსაც მოუწოდებს რომ ვისაცო გვერდითო ქოცი ძმაკაცები ახლობლები მეგობრები ყავთო მიადეკითო და დახოცეთ დედა მოუყანითო. აი ესეთ რაღაცებს იძახის აი ეს არარაობა ვიღაცა. ამ პიტალო ჩეჩელაშვილის როგორ თქვა ამოსავალი აი ამ ყველაფრის მიზეზი არის ის რომ ყველა რუსია ვინც იმ აქციაზე არ დადის და აი ამ დედამოტყნული ჩეჩელაშვილისნაირი ავადმყოფი ტვინის პატრონი არ არის ყველა ესეთ ადამიანებს რუსებად გუნათლავს და ყველა უნდა ამოუწოდებს თურმე მაგრამ რო იძახის რომ რუსები არიანო ვერ აყოლებს ვერაფერს ამას არგუმენტს რა აი როგორც ყველა დანარჩენი ყვირიან რომ გვარუსებენ და გვარუსებენ აი ამ რაღაც მარაზმებში რო არიან შესული აი ესეც ერთ-ერთი რიგითი აი ეგეთი ოღონდ გამორჩეული აგრესიით და გამორჩეული სიბოროტით პიროვნება რომელიც ყოველდღე დაეთრევა იმ აქციებზე და იმ აქციაზე მისულ ბავშვებს ტვინებს ურეცხავს და ეჩიჩინება იმას რომ თურმე უნდა საჯაროდ დაუპირისპირდნენ ოჯახის წევრებს, დებს, ძმებს, ბიძაშვილებს, მშობლებს და ასე შემდეგ. აი ეს გარუსება და რუსი რატო ვარ მოკლედ და აი რაში გამოიხატება რომ გვარუსებენ რუსები მე რამდენადაც ვიცი არც საჯაროდ და არც ისე კულუარებში და არც დიპლომატიურ დონეზე და არც ისე დიპლომატიური არხების გვერდისავლით მე რამდენადაც ვიცი რუსები ჩვენ ყოველთვის გთხოვდნენ და დღესაც გთხოვენ ორადორ რაღაცას. ერთი არის ის რომ ჩვენ უნდა ნატოზე ოცნებას თავი დავანებოთ და ეს მე ზუსტად ვიცოდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ვერასდროს ვერ გავხდებოდით ნატოს წევრი ქვეყანა და უკრაინის მოვლენება აი ეს ნატოზე ოცნება იმედია რომ
ადამიანებს, ვინც აი ნატოს წევრობაზე ოცნებობდნენ და ვისაც ეჯერა რომ ნატოს წევრი ქვეყანა ოდესმე გავხდებოდით, იმედია მიხვდნენ ის ადამიანები, მაშინ როცა პირდაპირ უთხრეს უკრაინას ამერიკელებმა, რომ თქვენ ვერასდროს ვერ გახდებით ნატოს წევრი ქვეყანა. ეს ჩვენთვისაც ეს ნიშნავს, რომ ჩვენც იგივე გვითხრეს. და მეორე ის, რომ აქ საქართველოში არ დაუშვებს რუსეთი არასდროს, რომ რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები განთავსდეს. დანარჩენი ინფორმაცია მე ნამდვილად აი გულწრფელად ვიძახი, რომ არ ვიცი და არ მაქვს რაში გამოიხატება ჩვენი გარუსება. ენას გვართმევენ, ევროკავშირში გაწევრიანებას გვიკრძალავენ, რამე ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას გვიკრძალავენ, ჰიმნი გაგვიუქმეს, დროშას გვართმევენ, თუ პარლამენტს რა დასარქმევენ, თუ რა ხდება, აი რაში გამოიხატება რომ ვრუსდებით. თუ ვინმეს ამისი მყარი არგუმენტი აქვს, ან აი ამ დედამოწყლულ ჩეჩელაშვილს რამე ფაქტები აქვს იმისა, რომ ნაბიჯები იდგმევა იმისკენ, რომ ჩვენ რაღაცა რუსეთის გუბერნია უნდა გავხდეთ, გამოვიდეს და საჯაროდ და სახალხოდ, აი რომ გაბოროტებული რომ დადის და რაღაცა საზიზღრობებს რო ლაპარაკობს და აგიტაციას რო ეწევა თურმე რომ უნდა ქართველებმა ერთმანეთი ხოცოთ, მოაყოლოს არგუმენტები, აი რაში გამოიხატება ჩვენი გარუსება. მაგრამ ვერ როგორც აი დანარჩენი ვინც ამ ნარატივებზე არიან, რომ აი თურმე ვრუსდებით, როგორც ვერავინ ვერ იძახის არგუმენტებს, რატო ვრუსდებით და ფაქტებს, აი ეს ვიღაცა ყლიფონა ჩეჩელაშვილიც ზუსტად ისე ვერანაირ ფაქტს და არგუმენტს ვერ იძახის. ვითომ განათლებული კაცია და რაღაცა ისტორიიდან და აი რაღაც წიაღსვლებს აკეთებს და თურმე რუსი რომ რაც არის ყველამ კარგად ვიცის და მთელმა მსოფლიომ კარგად იცის. რუსის სიყვარულს საერთოდ არ ნიშნავს ის, რომ მე თუ დღეს რუსეთის სახელმწიფოსთან ომში ჩასაბმელად ჩემი ქვეყანა არ მემეტება, იმ ომში ჩასაბმელად, რომელ ომშიც უეჭველი წაგებაა გარანტირებული და 1% არ არსებობს რამე წარმატების მიღწევის და რომელმაც შეიძლება ყველაფერი დაგვაკარგინოს, ქვეყანაც, ენაც და თავისუფლებაც, სუვერენიტეტიც და ყველაფერი, აი ესეთ ომში ჩასაბმელად რო არ მემეტება ჩემი ქვეყანა, იმიტომ ვარ რუსი და იმიტომ უნდა მომადგეს ვიღაცა და იმიტომ უნდა მომკლას. ისე ჩეჩელაშვილის დედა მომტყან რამდენიმე რუსი ვარ და ჩემნაირები კიდე. აი ეს ჩეჩელაშვილი ვითომ რაღაცა პროევროპელი ტიპი და ვითომ განათლებული ქართველებს და საქართველოს მოიხსენიებს როგორც გაუნათლებელ ქვეყანას და გაუნათლებელ საზოგადოებას. სინამდვილეში თვითონ აი ეს ვიღაცა ყლიფონა არის ზედაწერია რაც არის და რა გაუნათლებელიც და ბნელიც და გოიმიც და ქაჯიც თვითონ არის აი ჰაბიტუსზე აწერია ვინც არის და რასაც ლაპარაკობს აი იქიდან ჩანს ძალიან კარგად რასაც წარმოადგენს აი ეს ვიღაცა არანაობა არსება ჩეჩელაშვილი. ეგ წარმოდგენა რო ქონდათ აი ამ ჩეჩელაშვილებს და ვითომ ამ პროევროპულ ძალებს, გვარამიებს და სააკაშვილებს და ვიღაცებს, რომ ჩვენ ქართველები თურმე ბნელები და გაუნათლებლები რო ვეგონით და რო ჩაგურეცხეს, იმიტომ არიან კაი დღეში და იმიტომ ეტყვნებათ დედა. სინამდვილეში გაუნათლებლებიც და ბნელებიც არიან ის ადამიანები, ვინც აი ამ ვიღაცა დედამოწყნულ ჩეჩელაშვილს თავს უქნევენ, აი ამ რაღაცა მარაზმებზე და მიდიან და ოჯახის წევრებს უპირისპირდებიან და ნათესავებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და თავიანთი როგორ თქვა, თავისი თავი რო არ აბიათ და აი ამ ჩეჩელაშვილებისნაირი დედამოწყნულების მოწოდებებს რო ასრულებენ პირნათლად და მშობლებს ეჩხუბებიან და ძმებს და დებს და ილანძებიან და ყველას მოღალატეებს გვეძახიან ისე რომ ერთი არგუმენტი არ აქვთ მაგისი, აი ეგ არის გაუნათლებლობაც, სიბნელეც და ქაჯობაც. სინამდვილეში აი ამ ვინმე ჩეჩელაშვილმა
წესით ისეთი ასაკის არის, რომ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ის, რომ ქართველები საკმაოდ განათლებული, ერუდირებული და აზრზე მოსული ერი ვართ და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აი მაგ ჩეჩელაშვილისნაირი ვითომ განათლებულები ვიყოთ უმრავლესობა. განათლებული კი არა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვეულებრივი, რა ვიცი, აი რუსებს ხო გვეძახის ყველას და აი რასაც მოიაზრებს ამ რუსებში, თავისი საქციელით და თავისი დამოკიდებულებებით თვითონ არის რუსიც, კაკებეშნიკიც და რა ვიცი, აი ჩვეულებრივი NKVD-ს ოფიცერია, ოღონდ თანამედროვე 21 საუკუნის, რომელსაც ძალაუფლება არ აქვს. თორე ზუსტად ეგ მიდგომა აქვს კაკრას, კაკებეს და ჩეკას და NKVD-ს. აი ეგ მიდგომა ქონდათ, რომ ვინც განსხვავებულ აზრზე იყო, ყველა უნდა დაეხოცათ, ყველა მოღალატედ ნათლავდნენ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ადგილი არ უნდა ყოფილიყო აი იმ საზოგადოებაში, რომელ საზოგადოებასაც ფილტრავდა ზუსტად აი ჩეკა, NKVD და აი ეგ დედამოწყნულები. ვინმე გივი ჩეჩელაშვილი არის ამ ქვეყნის მოღალატე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ყველა ვინც ცდილობს რომ ქართველს დაუპირისპიროს და ვინც მოუწოდებს ქართველებს რომ მიადგნენ და დანარჩენი ქართველები გაწყვიტონ, ყველა ეგ არის ამ ქვეყნის მტერიც, მოღალატეც და დედამოწყნულიც. აი ეს არის ნამდვილი და უტყუარი ჭეშმარიტება და ეს უნდა კარგად გვახსოვდეს ჩვენ ყველას ქართველებს, რომ აი ამისნაირი ნაბოზრები რომ გამოხტებიან და თუ რომ მოგვიწოდებენ რომ ქართველებმა ერთმანეთი ხოცოთ, ესე იგი ეგ არის მტერი ამ ქვეყნის მოღალატე და აგენტი და დედამოწყნული. აი ეგ არის ვინმე არარაობა გივი ჩეჩელაშვილი და ვითომ თავი გვაქვს რაღაცა ვითომ პატრიოტია და საქართველოზე გული შეტყივა და აი ამ რაღაცა ისეთი შეკერილი სახით დადის და ვითომ ძალიან განიცდის და ნერვიულობს. არა და კიდევ ერთხელ გავუმეორებ, სინამდვილეში ჩვეულებრივი, გაბოროტებული, გადედამოწყნულებული რაღაცა ყლეობა არსება, რომელიც დადის და აი ამ რაღაცა სიბოროტეებს და ამ სიძულვილს ანთხებს. ქოცები კი არა, ნაცებმა რაც დამართეს ჩვენ ქვეყანას და რაც დაგმართეს ქართველებს, აი იმ რეჟიმის შემოქმედებზე არ გვითქვია, რომ დავხოცოთო და ნაცებზე არ გვითქვია, რომ ხოცოთ და დედამოუტყნათო და აი ეს ნაბოზარი ვიღაცა გამოდის და ქოცებზე და ჩერნაიტიპებზე იძახის, რომ თურმე უნდა დავხოცონ და ამოსახოცები ყოფილვართ. აი ამიტომ ვაგინებ აი ამ ვიღაცა აღარ მინდა კიდე გავიმეორო ფარჩაკ არსებას, ვიღაცა არარაობას, რომელიც არის გაბოროტებული, გამწარებული და დადის და აი ამ რაღაცა ღვარძს და ბოღმას ანთხებს და რაღაცა პროპაგანდას ეწევა, რომ თურმე აი იმ ადამიანების გარდა ვინც იმ აქციებზე დგანან, დანარჩენი ყველა რუსები ვართ, მოღალატეები და ამოსახოცები. ისე შენი დედა მოუტყან გივი ჩეჩელაშვილი. აი ამიტომ ვაგინებ და მე მგონი გასაგებად ავხსენდა. ვინც ვერ გაიგო, აი ნახეთ YouTube-ზე აი ამ არარაობის გვერდი, შედით და თქვენი თვალით და ყურით მოусმინეთ, რებსაც ლაპარაკობს ეს არასწორი არსება.